მე ვარ ქეთო პუტურიძე, რძლების ერთ-ერთი მასპინძელი რძალი. ჩვენი სამასპინძლო კარმიდამო გავხსენთ სტუმრებისთვის შარშან, თერჯოლაში, 300 წლის ოდაში, სადაც ყოველდღიურად მასპინძლობთ სტუმრებს, როგორც უცხოეთიდან ჩამოსულებს, ასევე ადგილობრივებს. ჩვენ ბოსტონში მოყვანილ ბაღჩეულიდან ვამზადებთ კერძებს, ეკოლოგიურად სუფთას. რაც ჩვენ ბოსტონში არ მოიპოვება, იმას ქალი მეწარმეებისგან ვყიდულობთ, რათა გვინდა რომ წავახალისოთ ქალი მეწარმეები და ჩვენთან გვინდა რომ შევქმნათ ერთგვარი ჰაბი, სადაც ქალები წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას. კერძების შედგენის დროს ვცდილობთ რომ გამოვიყენოთ ავთენტური, იმერეთისთვის დამახასიათებელი და რაც თავია სეზონური პროდუქტები. აი როგორც ახლობელს და ნათესავს მივიღებდი, გვინდა რომ ზუსტად ასეთი მზიანი და თბილი გარემო შევუქმნათ თითოეულ სტუმარს, რომ აქედან მაქსიმალურად ნასიამოვნები და ბედნიერები წავიდნენ. ჩემი აზრით, ქართველებს უნიკალური ტრადიცია გვაქვს სუფრის მართვის და მგონია, რომ განსაკუთრებით უცხოეთიდან ჩამოსული სტუმარი აუცილებლად უნდა ეზიაროს კულტურის ამ ნაწილს. რათა არა მხოლოდ მიირთვას კერძები და დალიას ღვინო, არამედ გაიზიაროს მთელი ეს ესთეტიკა, მთელი ეს შინაარსი, რითიც არის დატვირთული ჩვენი სუფრა.